ეს მე ვარ. ესეც მე ვარ. და ესეც. დაახლოებით ასეთი ვიყავი 2.5 წლის წინ. ახლა იმაზე მეტი მაქვს დაკლებული, ვიდრე ერთი მომცრო ზომის ადამიანი იწონის. რა თქმა უნდა, დასაკლები ბევრია და მეც ვაგრძელებ ამ პროცესს. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო მიდგომისა და განწყობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს დიდი წონა აქვს დასაკლები. და დიდი წონაა ნებისმიერი ციფრი, რაც 30 კილოგრამს აღემატება. ასეთი შემთხვევა ბევრად უფრო სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ლოგიკურია, რომ ადამიანებს ყველაფრის მიღება მარტივად გვინდა, მაგრამ რამდენად რეალურია ამდენად რთული მიზნების ასე მარტივად შესრულება. ალბათ ყველას, ვისაც წონის პრობლემა ქონია, გაუგია გვარების დიეტები, სუხიშვილები, უგულავა, რამოდენიმე დღე მარტო კიტრი, რამოდენიმე დღე მარტო მაწონი. არა, დაივიწყეთ, გადახაზეთ. ასე თქვენს ორგანიზმს უბრალოდ გაანადგურებთ და გაანადგურებთ თქვენს ნებისყოფასაც, რომელიც შეიძლება არც ისე სუსტია, როგორც თქვენ გონიათ. კი, ლოგიკურია მარტო კიტრზე ან წიწიბური ან მაწონზე რამოდენიმე დღის გატარების შემდგომ, რომ ყველაფერი ჭამო, რასაც წაეწევი. და შემდგომში ეს ყველაფერი შენს უნებისყოფობას დააბრალო. ამიტომ ღვთავთ ლოგიკას. ამიტომ ვუკეთებთ ანალიზს ჩვენ განვლილ უთვალავ მარცხს საკუთარი თავის წინაშე. და ვშვებით შემდგომს. ვივიწყებთ მისიას, რომ 40 კილოგრამი უნდა დავიკლოთ 3 თვეში და ვისახავთ რეალურ მიზანს. დავიკლოთ 40 კილოგრამი 8 თვეში. გამოვიმუშავოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, გავიგოთ ბევრად მეტი ჩვენი სხეულის შესახებ და როცა ამ ყველაფერს გააკეთებთ, შემდგომ ეს ყველაფერი არც ისე რთული და შეუძლებელი მოგეჩვენებათ, როგორც ეს ახლა. რეალური მიზნების დასახვა და საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რასაც მთელი ცხოვრება იმატებდი 3 თვეში ვერ მოიკლებ, უკვე პირველი გამარჯვებაა. ამის შემდგომ გავლილი ყოველი თვე პატარა ბრძოლის მოგებაა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს დიდი ომის მოგებასაც. ასე რომ პრობლემის გაანალიზების და სწორი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერი წონის დაკლება შესაძლებელია. დამიწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ მსგავს საკითხებზე საუბარი და შევეცდები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გავცე პასუხები.